ჯანდა რაჭირს ვერ ვიღებ ფოტოებს ისეთ რეჟიმზეა შემთხვევით არ გავს დადექი ახლა ასწავლე სად ვარ სინული სასამართლოს მეორე ჩაკით დადექი ჩუმად ყოფნა არ არის აუცილებელი ხაი არანაირად თბილისში სადი ბერექზე ისიც სამსარდია საერთოდ ბერექზე აი როგორ გითხრა ყინულის არ ვიცი შეიძლება მესამე მოთხოვნაც არის სადა უთხარი რაღაცა ნეგატივს იღებ და რა ვიცი რა გითხრა ასე როგორ ხასიათზე ხარ? როგორ ხასიათზე ხარ? ხომ არ გეშინიას? ო, კი. არა მე ევროპის იმედი მაგეთ. რომ აღშფოთება შეშფოთებას გამოდგა. ჟურნალისტებმა უნდა მოგვაწოდო რაღაც სიტყვების იდეა, რომ ჩვენ ხმამაღლა შეძახილებით. არის აქცია სიტყვის გარეშე? კი. ვიწერია შეწყდეს ჟურნალისტების იდეა. ცოტა შორს გამოდი რა, გიროსთან. ხო არა. იმ მაგერ პლაკატები ასლან, მოდი აბა ჩემთან. მე არ გადაგიღაშინდა. მე არ არ მოგახვედრა კადრში და არ ვიცი. შენ საწაიღებ მაგარი. ინტერნეტში საწაიღებ. ეს გვინდა იმისთვის რომ მოსწავლეთ. მეთქაზიც. მაქსიმუმ თურქეთის საკონსულამდე რომ მივახცეთ. მოდის ვინმე? ლელა მოხდი კადრში. Lizi, მოდი აბა. არა, ნამელაპარაკო. რატო ხარაკ. ესე იგი და მიკროფონი ჩაწერო. რატო ვარ და უჯერთ ვახოკო მახიცეს უცხადებ სოლიდარობას და ვფიქრობთ რომ უნდა დაბრუნდეს საქართველოში გააგრძელოს თავისი მოღვაწეობა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, თითოეული ჟურნალისტისთვის, საქართველოში მცხოვრები თითოეული მოქალაქისთვის მის მიერ გაკეთებული ფილმი იქნება თუ ეს ჟურნალისტური გამოძიება. ჩვენ ქონდა გადაცემა მომზადებული ვახოკო მახიცის საქართველოსთან დაკავშირებით დიალოგში მომზადდა საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა სატელეფონო სარების მშენებლობა მიერ და ვფიქრობ რომ დიდი მხარდაჭერა აქვს ამ ადამიანს საქართველოში და მათ შორის აჭარაში. დიდი მადლობა. ხო, არა, ვიკა ისე უკაცრად. ჩამეწერებით? ოჩი ხორდა. არა, რუსულად შეიძლება, რა ვიცი, თუ იყვეთ ჩამეწერეთ თორე. ნათი მოდი ჩამეწერე. მოდი, რა გინდა? მოდი, რა საპროტესტო. კაი. ბანკში გადავიხადე.
ნათი აბა მითხარი რა გინდა აქ რატო ხარ? ხო, მიდი ლაპარაკე დროზე. ბუნებრივია აქ ჩვენ ის რაც ხელში გვიჭირავს სლოგანები მაქვს ხელოვნებაში და პლაკატები ეს მეტყოლებ ჩვენისთვის შევიკრიბეთ და მე შემიძლია ერთი რამ ვთქვა რომ ამასთან ვკითხულობდი ერთ-ერთი საკმაოდ ცნობილი ადამიანის მოსაზრებას ვახო კომახიძის წასვლასთან დაკავშირებით და ის ამბობდა რომ ეს არის ადამიანი რომელიც ჩემთვის ფასეულს არაფერს ქმნიდა და არხებს რომელზედაც მე უყურებ ეს არხები ვახო კომახიძის შესახებ არაფერს არ გადასცემენ სულ სხვა საკითხია ვახო კომახიძე ქმნიდა ფასეულს თუ არ ქმნიდა ჩემი აზრით ქმნიდა მაგრამ ამასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა აქ მთავარია ჟურნალისტის უფლებები და ადამიანებს რომელსაც საკუთარ თავზეც აქვს წარმოქმნა რომ არიან ინტელექტუალები პროდასავლელები ლიბერალები სამწუხაროა რომ ასე აზროვნებენ რომ მხოლოდ იმ ადამიანის უფლებები უნდა დაიცვან ამ ქვეყანაში ვინც მათნაირად აზროვნებს ვინც მათთვის ქმნის ფასეულობას დიახ ბუნებრივია რომ ჩვენ ყველანი ვერ შევქმნით ერთად ისეთ ფასეულობას რომ ლევან რამიშვილს მოეწონოს მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვფიქრობთ რომ თითოეული ჩვენგანის ვახო კომახიძის თედო ჯორბენაძის და სხვების რომლებიც ამ ბოლო დროს გახდნენ ობიექტები ასე თუ ისე აგრესიის და მსხვერპლის ობიექტები ჩვენ ვფიქრობთ რომ ყველას ჩვენი უფლებები უნდა იყოს დაცული და როდესაც TV25-ის ხარდასაჭერი აქციები იმართებოდა არც თუ ისე დიდი ხნის წინ მე მაშინაც ვიდექი იქ და მაშინაც არ მეგონა რომ ვიდექი TV25-ის ხარდასაჭერად დღეს აქ ვდგავარ და არ მგონია რომ მხოლოდ ვახო კომახიძის ხარდასაჭერად ვდგავარ ან თედო ჯორბენაძის ხარდასაჭერად ეს არის იდეის მხარდაჭერა და ეს არის საკუთარი უფლების დაცვა პირადად ჩემთვის მადლობა ნათი მერა აბა მითხარი შენი აზრი დღევანდელი მიზანი უფრო ზუსტად რა მიზანია შეკრების ხო ვახტანგ კომახიძის ჟურნალისტს ვახტანგ კომახიძის ხარდასაჭერად მე ცოტა ხმამაღლად ვახტანგ კომახიძე გახლავთ ყველას მოეხსენებათ საგამოძიებო ჟურნალისტიკის ფუძემდებელი საქართველოში ეს ამ ადამიანს აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები არის პოლიტიკური დევნილი და ასევე სხვა ჟურნალისტებსაც სისტემატურად ექნება პრობლემები საქართველოში სულ რამდენიმე დღეს წინ სემეს კაცის ხმის რედაქტორი საბათი ციკაშვილი პერიოდულად ვრცელდება ზეწოლა გაზეთ-ბათუმელების ჟურნალისტებზე პერიოდულად ექნება პრობლემა 25 არხს და თავისუფალ მედია საშუალებებს სხვა კიდევ სათითაოდ აღარ ჩამოთვლი სისტემატურად გრძელდება ზეწოლა ჟურნალისტებზე საქართველოში ჟურნალისტიკა საქართველოში არის სრულიად დაუცველი ჩვენ ვთხოვთ ცივილიზებულ მსოფლიოს დახმარებას ქართველი ჟურნალისტებისა და პირველ რიგში ვახტანგ კომახიძისა რომელიც დღესდღეობით იმყოფება ემიგრაციაში და ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფრს. მადლობა მერაბ